კადრებში ჩვენ ნახეთ და საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან ნორმალური სტანდარტის საქართველოს ერთ ქვეყანაში ითვლება კანონიერად დაშვებული, მეორე ქვეყანაში კი უწოდებენ ძალადობას. საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საკმაოდ ხისტად შლიან მიტინგებს. მათ შორის ხდება ისეთიც, როდესაც ადამიანები არათუ ჯანმრთელობას კარგავენ, არამედ სიცოცხლეს კარგავენ და კვლავ საფრანგეთში სულ ეხლა ხანს რამოდენიმე ათეულობით ადამიანი უმძიმესად იქნა დაშავებული და 11 თუ 12 ადამიანი გარდაიცვალა. იგივე მოხდა გერმანიაში, იგივე ხდება ევროპულ ქვეყნებში და აი სულ ეხლა ხანს კიდევ ერთი საკმაოდ ისეთი ხისტი, საკმაოდ კაცრი ზომები ვიხილეთ პოლიციის მხრიდან. გერმანიაში მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გამოთქმულ რაღაც პამფლეტურ შენიშვნაზე ადამიანს პოლიტიკოს კონკრეტული გაზეთის რედაქტორს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ხშირ შემთხვევაში გამოხატავენ ნევროსტრუქტურებიდან ან კონკრეტული ქვეყნები ამასთან დაკავშირებით აკეთებენ განცხადებას. თუნდაც იგივე ლიტვაში ვიხილეთ, როგორ უწოდება პოლიციელი ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. ორმაგ სტანდარტზე აქ არ არის ლაპარაკი, აქ უფრო მძიმე სურათი გვაქვს ის, რომ საქართველოში უნდათ გარკვეული პროცესების განვითარება და სწორედ ამ თემას, როდესაც პოლიცია იძულებულია დაუპირისპირდეს აქციის მონაწილეს, იყენებენ იმისათვის, რათა ეს აქციები კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და მძიმე შედეგები მოიტანოს იმისათვის, რათა რევოლუციური პროცესი არ ქონდეს რაიმე შეფერხება, განვითარდეს და პირიქით უფრო მძიმე შედეგების მომტანი გახდეს. ამის ბევრი მაგალითი ვიხილეთ და პარიზის შემთხვევა არ არის ერთადერთი. გუშინ ლევან ხაბეიშვილმა ტელეპირკოლის ეთერში განაცხადა, რომ დედაქალაქში გენერალური ბრძოლისთვის მოსამზადებლები, ანუ სასურველი შედეგის მისაღწევად განიარევალი მისაღწევად და ასევე წინააღმდეგობის მოძრაობის გუნდების ჩამოყალიბებას ითხოვს და უწყვეტ აქციებს ქართული ოცნების ლიდერების სახით. ლევან ხაბეიშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ამას ითხოვს. მაგრამ ცდილობს იგი თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს და ამ ფიზკულტურის გაკვეთილების დემონსტრირებაც, კრივში მისი მეცადინეობის დემონსტრირებაც რაღაცა მისი იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ის არის, ვინც რევოლუციის გზაზე გაუყვება ახალგაზრდობას და ეს პირველი შემთხვევა არ არის ასეთ განცხადებებს რო აკეთებს. ეს არ არის ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა მხოლოდ, ვინაიდან იგი შეიძლება რაღაც გარკვეულ თემებში ჩამორჩება პოპულარობით თავის თანამოაზრეებს, მაგრამ აი ამითი თავის გამოჩენა მისთვის არის გარკვეული პიროვნული ინტერესი და პიროვნული მიზანი. მაგრამ ლევან ხაბეიშვილის განცხადებებით ხო არ შევაფასებთ რა ვითარებას. მთლიანობაში ეს არის მოწოდებები არა მარტო მისგან, არამედ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისაგან ახალგაზრდებისადმი. მათი მხარდამჭერებიც ვიხილეთ თბილისში მიტინგებზე, როდესაც პირდაპირ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოუწოდებენ იმისაკენ, რომ თბილისში მოეწყოს იგივე რაც უკრაინაში მოხდა, ანუ მოხდეს მეიდანიზაცია აი ამ რევოლუციური პროცესების. ასე რომ ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი რაღაცა მოაწილია აი ამ პროპაგანდისტული შემოძახებების, რომელიც ახასიათებს შინაარსობრივად ახასიათებს თვითონ ოპონენტების იდეას, ხასიათს, მათ პარტიულ გეგმებს და ასე შემდეგ. ასე ვკითხავთ მილიაზე და გვარამიას შორის არის დაპირისპირება, უკვე ისინი დიდი ხანია თვითონ აღარცხებენ და აღნიშნავენ და მაგალითად დაპირისპირება მათ თვითონში ასევე დაპირისპირება არის თვითონ ოპოზიციურ პარტიებში ან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ჩამოყალიბდნენ და შეგვიძლია მოხდება წელიწადში.
არჩევნებზე, როდესაც ოპოზიცია ესეთ მდგომარეობაში და რას მოიტანს ეს ყველაფერი, რომ შიდა დაპირისპირებას ეცეთ რა შიდა დაპირისპირებები ხმელია ეკამათება გვარამიას, გვარამია ეკამათება ვინმე სხვას გვარების ჩამოთვლა არ წრის. კამათი ერთმანეთში არსებობს, მაგრამ რეალურად ეს არის კამათი, ეს არის ძალის დემონსტრირება, ეს არის ამომრჩევლის მოზიდვა, შესაძლო მომავალი არჩევნებისათვის, რომელიც პირველ რიგში გაიმართება ადგილობრივ დონეზე და შემდეგ 2028 წელს გაიმართება საქართველოში არჩევნები მთლიანად. ამასთან დაკავშირებით ყველა ცდილობს მოაწონოს თავი დამფინანსებელს, მასწავლებელს, იმათ, ვინც არა მარტო აფინანსებს, არამედ რევოლუციურ გეგმებსაც უწევს და შემდეგ ამაზე პასუხს თხოვს. და ყველა ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც უფრო ხისტი, როგორც უფრო მეტი ძალის დამანგრეველი ძალის მქონე. ასე რომ კამათები არსებობს რასაკვირველი, მაგრამ მთავარი ამოცანა მათი არის დაზიანება ქვეყნის. ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია ამისათვის. ზოგნი ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, ვინაიდან პროცესში იქნებიან ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ზოგი ფიქრობს, რომ გამიჯნულები და ქუჩაში გამოსულები უფრო მეტი ზიანის მომტანები იქნებიან. შეჯიბრება მიმდინარეობს იმაზე, ვინც მეტი დესტაბილიზაციის რესურსი გააჩნია და საძჯობია დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება. არჩევნების დროს თუ არჩევნების მიღმა. ეს არის კამათის მთავარი თემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მაშინ პოლიტიკური პარტიის ამოცანებზე, გეგმებზე, მათ შეხედულებებზე ამ თუ იმ თემასთან დაკავშირებით. არც ეს პროგრამა არ გააჩნია, გარდა პროგრამისა, რასაც რევოლუცია ქვია. ოთხი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ სიმონმაც მოასწროს, მე მოკლე კითხვით გადისვამ. ოპოზიციის მათ ჩაგრავენ. აშკარად. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. აი ორის მერე სიმონ ვარო და მერე სიმონის მერე მე ვიქნები ხარე. საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ემზადება და პარალელურად საუბრობს კოალიციურ მთავრობაზე. ეს გეგმა ჩვენ მანამდეც ვნახეთ, მაგრამ ვერ გაამართლა. რატომ შემოაქვს ისევ ეს პრინციპი? კოალიციური მთავრობა საერთოდ ეს არის მიმზიდველი თემა, როდესაც უნდათ რომ თავის საზღვარგარეთელ პატრონებს დაანახონ, რომ ისინი დემოკრატიისთვის ბრძოლობენ და მათთვის ეს დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ დგას დღის წესრიგში და რაც თავარია მოატყუონ ქართული საზოგადოება, რომელ კოალიციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ან კოალიციურ მმართველობაზე, რომელსაც ყველას ერთი ნიშანის ცხია, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის იდეა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის და რევოლუციის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. კოალიციის იდეის წარმოშობა არის სატყუარა, ეს გარკვეული პიარული ბალანდა ხალხისათვის, რომ გამოყვებონ ისეთები, ვისაც არ ესმის რა ხდება რეალურად და რაც შეიძლება მეტი მეომრები, მებრძოლები, ქუჩის მებრძოლები შემატონ თავის ამ ბნელ იდეებს. მეორე თემა ეს ეხება მაიდანიზაციას ეხება სამზურაბშვილის და ტრაკერების ასე უჩანანაშვილის, იქეთ ჯოისონის ყოფილი მრჩევლის მაიდანიზაციაზე თქვენ აქტიურად საუბრობთ და ეს არის რაღაც საზოგადოების დასტრესო, სინამდვილეში არაფერი რეალობა არ არის, თქვენი ოპონენტები ამბობენ. რატომ საუბრობთ თქვენ მაიდანიზაციაზე? მაიდანიზაციაზე ჩვენ საუბარი მაშინ დავიწყეთ, როცა რეალურად დავინახეთ თუ საითკენ აპირებდნენ წაყვანას, პროცესების წაყვანას ადამიანები, ვინც თავის დროზე შალმიშელის შეთანხმებასაც კი არ შეუერთდა იმ მიზეზით, რომ სწორედ მაიდანიზაცია იყო მთავარი ამოცანა და რევოლუცია იყო მთავარი ამოცანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს მოაწედნენ იმ დოკუმენტს, რომელიც მათ თავაზობდა ხელისუფლების გარკვეული სეგმენტის აღებას, გარკვეული ბერკეტების აღებას, თუნდაც პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელობას. ამაზე ვარს ამბობდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ეს რევოლუციური გეგმა განევითარებინოს და მაიდანი არის სიმბოლო, რასაც იმეორებენ ხშირ შემთხვევაში უცხოელი პატრონები მათი და რაც სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ მაიდანი სიტყვა არ გამოუყენებია, მაგრამ პირდაპირ თქვა, რომ
რასაკვირველია, ეს უნდა იყოს ძალისმიერი მეთოდით გადაიჭრას ყველანაირი პრობლემა, ვინაიდან მშვიდობიანი მეთოდები აქ არ არსებობს და არ ჭირს. ვერ მოგვარდება მშვიდობიანად თქვა მან ადამიანთან საუბრისას, რომელიც პრაქტიკულად ის არ იყო, ვის სახელითაც დაურეკა. და წარმოიდგინეთ ადამიანის ინტელექტი და მისია ეს დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა უცნობ პრაქტიკულად ადამიანს, რომელიც გონია სულ სხვა, კასპაროვი თუ იუშენკო, ელაპარაკება იუშენკო არა, პოროშენკო, რომელიც გონია კასპაროვი თუ პოროშენკო და ელაპარაკება იმაზე, რომ საქართველოში ომი უნდა დაიწყოს, ქუჩის ომები უნდა დაიწყოს და ამისთვის დაფინანსებაა საჭირო. და იგივე უჩანანუაშვილი და ნებისმიერი სხვა. და თან ელაპარაკება ადამიანს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან. და უყვება ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ბოროტი გეგმა გააჩნია და ამ ბოროტი გეგმისთვის როგორი მნიშვნელოვანია დაფინანსების მიღება საზღვარგარეთიდან. ამაზე მეტი თვითილუსტრაცია წარმოუდგენელია მით უმეტეს დღევანდელ პირობებში. კიდევ ერთი ნაცმოძრაობა აკრიტიკებს სახელმწიფო კომისიას, გარდა იმისა, რომ არ ენდობა და ასე შემდეგ, ამბობენ, რომ ეს უბრალოდ თქვენ გინდათ სანახაობისთვის ეს ყველაფერი და არა რეალურისთვის. რეალურად ჩვენ არ ვხედავთ. ეცეთ რა, ნაცმო კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ როგორც უნდა შეაფასოს ეს კომისიის მუშაობა, ფაქტებია მძიმე და ფაქტებია უტყუარი. ფაქტებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს. დღესაც განიხილეს აბსოლუტურად უდანაშაულო 3 პატარა ახალგაზრდა აჭარელი ბიჭების ქუჩაში მკვლელობის თემა. საზიზღრად, სადისტურად, საკონტროლო გასტროლებით ადამიანების, ახალგაზრდა ადამიანების, რომელსაც არაფერი არ დაუშავებიათ და ეს არაერთია ესეთი შემთხვევა. ათეულობით არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ქუჩაში ხოცეს ახალგაზრდები, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შიშის ატმოსფერო შეექმნათ საქართველოში. და უამრავი სხვა თემა, რომელსაც კომისია იხილავს. რათა ყველაფერს თავის სახელი დაარქვას, არ ვიცი სამართლებრივად როგორ განვითარდება ეს პროცესი, მაგრამ პოლიტიკური შეფასება რასაკვირველია აუცილებელია. და აუცილებლობა დადგა დღეს, იმიტომ რომ გამოძახილი წარსულისა დღე ვიხილეთ არაერთხელ 2021 წლიდან განსაკუთრებით მოყოლებული თბილისის ქუჩებში. იგივე სცენარი, იგივე ამოცანა, იგივე ბრუტალური შეტევები და იგივე ხალხი აი ამ ყველაფერში. აქედან გამომდინარე პოლიტიკური შეფასება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვლაპარაკობთ ფაქტებზე და არა რაღაც მოტანილ ზღაპრებზე, რომელსაც სააკაშვილი პერიოდულად უყვებოდა ხოლმე ახალგაზრდებს. აი სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ესეთი რაღაცა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე ფართო არ არის ამ საგამოძიებო კომისიის მისია და მთავარი მიზანი არის, რომ ქართული ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ქართული ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა, თუ კი ეს მხატვრულად თქვა, საბისტების ლიდერმა, რასაკვირველია, აქაც შეიძლება გავაკრიტიკოთ, მაგრამ ფაქტია, რომ რომ საქართველოში მან შემოიტანა კულტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველები იყვნენ რაღაცა მასიურად ღიპიანი, ულუაშებიანი, ყერქუდიანი ადამიანები, რომლებსაც არაფერი ცოდნა არ ჰქონდათ გარდა იმ სათგზელოებისა და ცეკვის. სიმღერაც არ დაუსახელებია, ღია ეთერში გამოვიდა და უკრაინიდან განაცხადა, რომ იგია კულტურის მომტანი საქართველოში და სწორედაც საქართველო უნდა შეცვალოს და კულტურის გზით ატაროს. მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ტრადიციებით და თვითყოფადობით. მას ეს ბოროტი იდეა, რომ შეეცვალა საზოგადოება, გაიხადა მორჩილი, შეშინებული, ქონდა და ახორციელებდა კიდევაც ამ თემებს იხილავს დღეს კომისია. ასე რომ მისი განცხადებები არა მარტო ამ თემაზე, ნებისმიერ სხვა თემაზე, ომთან იქნება ეს დაკავშირებული და ყოველდღიურობასთან, იმ უბედურებასთან და სისხლის ზღვრასთან, რაც მან გააჩაღა საქართველოში,
არის შემაძრწუნებელი და გამოხატავს არა მარტო სააკაშვილის პიროვნებას, არამედ მთლად ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის არსს. ბოლო კითხვა ჩემგან. კითხავ ნელოსთან დაკავშირებით ისინი დღეს პროკურატურის მიმართვან სამსაცე, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი გამოძიების შედეგები გამოქვეყნდეს. მე მინდა თქვენი კომენტარი უკვე მიმართეს, როგორ? მიმართეს, რომ გამოქვეყნდეს საგამოძიებო კომისიის. არა, რომ გასაჯაროდეს გამოქვეყნდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები. პროკურატურა ხო დაიწყო გაყალბება. ხო, გამოქვეყნა მე აშუაში ვარ. შუაში კი არა ხარ. ხავში ხარ. ნახეთ, რატომ ითხოვენ, ჯერ ხომ მიმდინარეობს, იციან აპრილში. ეცით რა არის? ლელოსთვის საკმაოდ რთული პერიოდია. აბსოლუტურად ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წარმოჩენილი იქნა ფაქტები, სადაც ლელოს დღევანდელი ლიდერები ჩამოყალიბებულ თაღლითებად და არა მარტო თაღლითებად, რეკეტიორებად გვევლინებიან. აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს, რომ აი ამ PR სივრცეში რაღაც ახალი თემა შემოიტანონ, რომ არჩევნების გაყალბების შედეგებზე დაიწყოს პროკურატურამ ლაპარაკი, როდესაც თვითონ არც ერთი დამაჯერებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით არჩევნები გაყალბდა არ გამოუტანიათ, არც ლელოს და არც სხვა მათ მოკავშირეებს, გარდა იმისა, რომ ვიღაცამ თვალებში ჩახედა მეორეს და დაბზოში ერთმა კაცმა მეორე გადაკოცნა, რაც იმის ნიშანია, რომ გავლენა აქვს საზოგადოებაზე კომისიაში ყოფ წევრებს. სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ იქ რაღაც საგებავმა გაჟანა. გარდა იმისა, რომ რაღაც რუსები თითქოს შემოიჭრნენ ამ ტექნიკურ სისტემაში და გააყალბეს არჩევნების შედეგები იმ აპარატურის გამოყენებით, რომელიც თურმე უფრო ძლიერია, ვიდრე ხმის დამთვლელი აპარატურა, რომელიც დაამონტაჟეს ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა. ამის გარდა ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია და ეხლა ითხოვენ ამ გამოძიების შედეგებს. მე არ ვიცი გამოვაქვეყნოთ გამოძიების შედეგები თუ აქვთ ასეთი უკვე მომზადებული, ამის საწინააღმდეგო არავის არ აქვს, მაგრამ თავად ეს განცხადება, თავად აი ამ საინფორმაციო ველზე ახალი თემის შემოტანა, მათ გონიათ, რომ გადაარჩენთ იმ შავი ლაქისაგან, რომელიც მათ კიდევ ერთხელ აშკარად დაესვა აი ამ კომისიის მასალებიდან გამომდინარე. თბილისის სახელმწიფო სასამართლოში აკეჩქარება სამიანოს ლაპტების სასამართლო პროცესი გაიმართა, მათ ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ესე ვთქვათ, მოსამართლე არ დააკმაყოფილა დაცვის ხელმძღვანელობა და ისინი პასუხობაში დატოვა ეს გვაპირი დაკავებულები არიან ასეთი საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. მე სასამართლოს ვერ ჩავანაცვლებ. საერთოდ პოლიტიკოსისთვის ეს ამ თემაზე განცხადების გაკეთება მართალია, სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ თუ არასწორი მიიღო. მაცალე რა, პასუხს გაძლე, მე შენ კი არ გეჩხუბები კაცო. ტელევიზიას ვაძლევ პასუხს. შენ ჩათვალე, რომ შენ გეკამათე. საერთოდ პოლიტიკოსისთვის ძნელი შეუძლებელია შეფასდეს, შეიძლება მოწონდეს, არ მოწონდეს, მაგრამ სამართლებრივ საფუძველს ვერ შეაფასებს, რის გამოც სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, რასაკვირველი ეს აუცილებელიც არის. ჩვენ ვიხილეთ რა ხდებოდა ქუჩაში. ჩვენ ვიხილეთ რა ხდებოდა ქუჩებში. საქართველოს ქუჩებში ჩვენ ვიხილეთ დამწვარი პარლამენტის ოთახები, ჩვენ ვიხილეთ დაზიანებული ათეულობით პოლიციელი და ჩვენ ვიხილეთ ის სერიოზული გააფთრებული შეტევა, რომელიც გარკვეული მომაკვდინებელი პიროტექნიკის გამოყენებით იქნა განხორციელებული. ჩვენ ვიხილეთ მოლოტოვის კოქტეილები, მძიმე საგნების სროლა და ჩვენ ვიხილეთ ყველაფერი, რაც ახასიათებს ქუჩის შეტაკებებს, რომელიც უნდა გადაზრდილიყო იმ სცენარით, რომელიც ისიც ვიხილეთ ცნობილი სცენარით სისხლის ზღვრაში. ეს ყველაფერი ვიხილეთ, ეს ყველაფერი მოხდა. ამასში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები.
ადვოკატების პოზიცია ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვა იყოს, ბრალდებელი სხვა იყოს, მაგრამ სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებების ათეულობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთვის აი ესე თვალწინ რაც ხდებოდა საგანგებო მნიშვნელობის არის. ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაეცეს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს რევოლუციას. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არის რთული, ვინაიდან ძალიან ბევრია გამოწვევა და ძალიან ბევრია მოღალატეობრივი მოქმედებები აი ამ შიდა აი ამ ძალების მხრიდან ჩადენილი. მათ შორის იმ ადამიანების გამოყენებით, ვინც დღეს სასამართლოს წინაშე არის წარმდგარი. საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, 22 ხმა იყო დღეს ნავთობის საქმის განხილავდნენ და ვიცით პოზიცია. კიდევ ერთხელ რატო უნდა ვთქვა? არა, არ გითხოვს ამ პრევენტელს ეს. როგორ არ გითქვა, თქვენ არ ეკავით თქვენ. აგნება ხარი და მაგარა აგიწევთ ანგარიშ თუ რაღაცა ხო კი ბატონო ხო გამოიყენეთ თუ გნებავთ რამ დამატებით ზადავარ გითხრათ სოფლიო ბანკის მონაცემებზე უნდა გკითხოთ 2024 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო დონის მაჩვენებლები ახალ მინიმუმდია არის შემცირებული და 2027 წლის ჩათვლით საკუთარ სარეკორდო ჯობესებებს გააგრძელებს ასეთი ტენდენციები არის რისი მანიშნებელი არის ეს რომ პირველი სკოლისა უნდა ვთქვათ რომ ამითი პრობლემა გადაწყვეტილი არ არის გასაკვირველია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებულია მნიშვნელოვნად ვინაიდან ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გაიხსნა საქართველოში მე ვერანაირად ვერ ვიტყვით რომ ჩვენ რომ პრობლემა გადაწყვეტილია. პრობლემები არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ტენდენციები, რომელიც არა მარტო მსოფლიო ბანკმა, არამედ ყველა სარეიტინგო კომპანიებმა შეაფასეს, არის დამაიმედებელი. ბოლო 13 წლის მანძილზე ტენდენცია, პოზიტიური ტენდენცია არის გამორჩეული, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, საქართველო არის პირველ ათეულში, რომელსაც ეს პოზიტიური ტენდენცია ახასიათებს ბოლო 10 წლების განმავლობაში. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რასაკვირველია კიდევ უფრო შემცირდება სიღარიბის დონე, ეს არის ზუსტი გათვლა, მეცნიერული გათვლა მსოფლიო ბანკისა, ჩვენ ამას უნდა ველოდოთ და არაერთი კიდევ სხვა დადებითი ეკონომიკური მაჩვენებელი ექნება საქართველოს და წარმოიდგინეთ რომ არა ეს გააფთრებული წინააღმდეგობა, გააფთრებული შეტევა, რევოლუციური გეგმები, რასაც შიდა ეს უსამშობლოთა გაერთიანება ახორციელებს, რამდენად უფრო უკეთესი იქნებოდა მდგომარეობა. ლაპარაკობდნენ იმ იაფი ფულის არარსებობაზე და თითქოს ეს რაღაცა ტყვილი იყო, სიცრუე იყო, მაშინ ოდესაც ყველა ხედავს თუ რამხელა ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდოს, არსებული ბიზნესები განვითარდეს და ახალი ბიზნესები შეიქმნას. გინდ სოფლის მეურნეობაში და გინდ მრეწველობის დარგში. ქარხნები და საწარმოები, ქარხნები უშუალებელი ქარხნები წარმოადგენს, ისე თითქოს აქ უნდა იყოს რაღაცა ინდუსტრიული ქვეყანა, მაგრამ ის საწარმოები, რომელიც უშუალებელი მოცულობის არის, ძალიან ბევრი ხალხი დაასაქმა, გინდა სოფლად, გინდა ქალაქად, გასაკვირველია ყურადსაღებია და სწორედ აი ამ მონაცემებს იღებს მსოფლიო ბანკი, როდესაც აქვეყნებს ზუსტ შედეგებს და ზუსტ პროგნოზებს. მისასალმებელია, კარგია, თუმცა პრობლემები დაძლეული არ არის. გერმანიაში პარტია ექსტრემისტულად არის, ამ პარტია დემოკრატიას საფუძველსაც გამოიყენა მუნტერს მოიგონა და ანუ როდესაც ნაცების აკრძალვაზე არის საუბარი, დემოკრატიის კრიტიკა მოყვება ყოველთვის და როცა დემოკრატიულ გერმანიაში აკრძალვის პარტია არის. ეცეთ რა არა უგზავნოთ პარტია აგზავდეს? ნუ გამოაცხადეს ეს პოლიტიკური განცხადება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის გერმანიის შიდა საქმეა, მაგრამ არგუმენტები უნდა იყოს ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან და ამ არგუმენტების საფუძველზე უნდა იყოს ბრძოლა, მაგრამ პარალელით თუ გავავლენთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე არგუმენტები არის ძალიან ბევრი. იმაზე ბევრი,
რომელიც დაჭირდებოდა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას, რომ კონკრეტული პარტიის არათუ საქმიანობა, არსებობა აეგზალა ისევე როგორც გაერთიანების, ასევე კონკრეტული პირების, რომლებიც ამ დანაშაულებებში ღებულობდა მონაწილეობას. ეს არის საქართველოს რეალობა. რა რეალობა შეიქმნება გერმანიაში, ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ პარტია, რომელზედაც თქვენ სვავთ შეკითხვას, ამ პარტიამ ადგილობრივი არჩევნების წინ გადაასწრო უკვე რეიტინგით საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ეს არის ფაქტი. და აი ამ ფაქტთან დაკავშირებით რასაკვირველია პოლიტიკური შეფასებები უნდა არსებობდეს, მაგრამ არგუმენტების ბრძოლა აქვს დემოკრატიულ სამყაროში, ჩვენ ესე წარმოგვიდგენია. არგუმენტები, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ ნაცმოძრაობის მიმართ, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გერმანიაში არათუ ვიღაცას განეცხადებინა, რომ ეს ექსტრემისტული, რომ ეს სადისტური პარტიაა, არამედ უკვე იქნებოდა გარკვეული ზომები გატარებული. გერმანიაში დავაკვირდეთ პროცესებს, როგორ განვითარდება. ამასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. ტრამპის რეიტინგები ეცემაო და Deep State-ი მას უკიდურეს წინააღმდეგობას უსწრაფვა თქვა და მაინტერესებს თქვენი თანხმობით თუ არა იმაში, რომ ტრამპი მარცხდება Deep State-თან და თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე Deep State-ზე და ტრამპის ბრძოლებზე მასთან და აი არსებობს ისეთი თქვენ ვისთვის წერთ ამ კომენტარს? ვისთვის წერთ კომენტარს? რომელი სააგენტოსთვის აკეთებთ ამ კომენტარს? ხო. თქვენია ხო ესა? ხო, არა, მე მეგონა ტელეფონით ახლა. არა, საერთოდ ეს ბრძოლა მუდმივია, იცით, ტრამპის ახალი ადმინისტრაციას პრინციპულად დაპირისპირებული შეხედულებები აქვს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც წასულ ადმინისტრაციისთვის იყო სამოქმედო გეგმა. ომთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, შიდა ვითარებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგადად ახასიათებს პრეზიდენტის 100 დღის მერე შეფასების დროს რეიტინგის დაკლება, მომატება, ეს პერმანენტული პროცესია. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ფაქტია, რომ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პრობლემების მიმართ მნიშვნელოვანწილად ძალიან დიდი პროცენტით ემთხვევა იმ მიდგომებს, იმ ხედვებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციას გააჩნია. თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით და პროცესები მიმდინარეობს, რასაკვირველია, Deep State-იც არსებობს, ეს ყველა აღიარა, ყველასთვის ცნობილია, იმას თავისი ინტერესები გააჩნია, რეალურად გავლენის ბერკეტებიც გააჩნია და ყველას თავისი ინტერესი გააჩნია, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობენ. ძალიან დიდია დაპირისპირების მასშტაბი, ეს ეხება სასარგებლო რესურსებს, ეს ეხება ენერგორესურსებს, ეს ეხება მათი გადაზიდვების გზებს, სატრანზიტო კომუნიკაციებს, ეხება ირანს, ახლო აღმოსავლეთს, კავკასიას და უშველებელი სპექტრია საკითხებისა, სადაც ჩვენ მართებს სწორი პოზიციის დაკავება. მე არ ვიცი, რამდენად სრულად უპასუხეთ თქვენ შეკითხვას, მაგრამ რა შევაფასო არ ვიცი, ბევრი ქვეყანაა გაერთიანებებია, ევრობიუროკრატიამ ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის გარკვეული რესურსები, გავლენის ბერკეტები, პოლიტიკური ცვლილებების გამო და ყველა ქვეყანა ზედაპირზე წევს საკითხებს დემოკრატიის თაობაზე, ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე, მაგრამ რეალურად მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება დავარქვათ ენერგო ომი ან რესურსებისათვის მიმდინარე ბრძოლები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის იდეა, რომ მშვიდობით უნდა გადაწყვეტოს საკითხები და არა ომის მეშვეობით, იქნება გამარჯვებული და სწორედ ამ იდეის მატარებელი ვართ ჩვენ პატარა საქართველოში, ჩვენი ადმინისტრაცია, ქართული ოცნების ხელისუფლება. და მადლობა ღმერთს, რომ არის საკითხები, რომელიც მძლავრი ამერიკის პოზიციებს ემთხვევა. კიდე ხო არა გაკეთებს. კარგად იყავით?